ბერლინის 73-მე საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღე ჟიური დღეს გამარჯვებულებს გამოავლენს. ბერლინალეზე წელს არასაკონკურსო ოფიციალურ პროგრამაში ორი ქართული ფილმიც იყო წარდგენილი. ზაზა რუსაძის ჩემი საბლის ნაკეცი და ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის გრძელი ნათელი დღეები, რომლებსაც კრიტიკოსების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი და რა ხდება ამ წუთებში, ბერლინში თიკა წერეთელი მუშაობს. ბერლინის 73-მე საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ შენობის წინ, სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად იმართებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეჟისორების ფილმების საერთაშორისო პრემიერები. სწორედ ამ წითელ ხალიჩაზე გაიარეს წელს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კატრინ დენევი, ჟულიეტ ბინოში, მეთ დეიმონი, ნიკოლას კეიჯი, ენიო მორიკონე, სტივენ სოდერბერგი და სხვანი. სწორედ აქ ესაუბრებოდნენ ისინი ფანებსა თუ ჟურნალისტებს, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ ბერლინში. მე ახლა შევეცდები მოგიყვეთ თუ როგორ მზადდება ის სტატიები თუ რეპორტაჟები, რომლებზეც ჟურნალისტები მუშაობენ. ეს სასტუმრო ჰაიატია, აქ არის განთავსებული პრეს-ცენტრი და პრეს-კონფერენციებიც ყოველდღიურად აქ იმართება და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სამუშაო ოთახით სწორედ აქ არის. ყოველდღიურად ჟურნალისტები აქ მოდიან. ყველაზე მთავარი რაც თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად უნდა გქონდეს ეს ბეიჯი, ამის გარეშე აქ არ შემოგიშვებენ. აქ არის პრეს-ცენტრი, სადაც ფესტივალის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეიძლება. აქ არის მოთავსებული ყოველდღიური განრიგი პრეს-კონფერენციების, აგრეთვე გაზეთები და ჟურნალები, რომლებიც დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა ფესტივალისა თუ ამა თუ იმ ფილმის შესახებ. ეს არის ოთახი, სადაც ბერლინში ჩამოსული ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ. 40 კომპიუტერი და გამუდმებული ფუსფუსი. სწორედ აქედან იგზავნება ფესტივალის შესახებ მნიშვნელოვანი ამბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მე ესპანური გაზეთისთვის მუშაობ დილაობით, მივდივარ ფილმის ჩვენებაზე. მერე ვესწრები პრეს-კონფერენციებს. მერე ისო ფილმის ჩვენებაზე გავდივარ. შუალედებში ინტერვიუები მაქვს დაგეგმილი დღის ბოლოს კი უბრუნდები აქ. წერ ყველაფერს რაც მთელი დღის განმავლობაში მოვაგროვე და ვგზავნი ესპანეთში. ასეთი იყო ერთი რიგითი ჟურნალისტური დღე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ახლა კი ჩვენ ბერლინალე პალასტის წინ დგავართ და ველოდებით, როდის დაიწყება დაჯილდოების ცერემონიალი. ძალიან მალე ჟიურის თავმჯდომარე ჩინელი რეჟისორი ვონ კარ-ვაი გამოავლენს უკვე გამარჯვებულებს წლევანდელი ფესტივალის. მე არ მახსენდება სიმართლე გითხრათ ფესტივალი, სადაც ამდენი ერთბაშად აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფილმები ყოფილიყო ერთად. კი ძალიან სამეშტავი იყო ჟულიეტ ბინოშის თამაში. მე მგონია რომ ბოლო წლებში აი მისი დაშტამპული ესე ვთქვათ ერთფეროვანი როლების შემდეგ მან სრულად გამოამჟღავნა თავისი აქტორული შესაძლებლობა და ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნამუშევარია. მგონია რომ ის იქნება ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი საუკეთესო ქალის როლის შესრულების. მრავალი წელია ბერლინში დავდივარ. წელსაც როგორც წინა წლებში მაქვს ჩემი რჩეული ფილმები. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული. ფილმების უმრავლესობაში აღწერილია ადამიანების სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩარჩოების მსხვერპლება. როგორც ჩანს, მსოფლიო თავისუფლების დანაკლისს განიცდის. ნებადაღელვა ნელ-ნელა მატულობს, რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება ბერლინის 73-მე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოება და ძალიან მალე შევიტყობთ ჩვენ ვის დააჯილდოვებენ ოქროს დათვით და ვის გადაეცემა ვერცხლისა თუ ბროლის დათვი. რაც შეეხება ქართულ ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ქართული ფილმი არ მონაწილეობს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში, შანსი იმისა, რომ გაიმარჯვოს ერთ-ერთმა მათგანმა მაინც როგორც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევარმა ჯერ კიდევ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი დადებითი გამოხმაურება ჰქონდა ორივე ქართულ ფილმს, ასე რომ ჩვენ ველით შედეგებს და მოვლენების განვითარების შესახებ უკვე მეცხრე არხის მაყურებელი აუცილებლად შეიტყობს.